Koalitsiat სრულებისთვის წევრ საბას ხვიტარიძეს, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში იყო ბრალდებული, ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. უფრო კონკრეტულად, ხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120 მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 6 თვიდან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, საბას ხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო. მუხლის გადაკვალიფიცირების გამო დაცვის მხარემ ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა და საბას ხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. მე შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდების განმარტებით ხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძო კი მას თავი ჰქონდა გატეხილი. ამასთან შეგახსენებთ, რომ ხვიტარიძეს საქმეში დაზარალებული სტატუსიც აქვს. ის სამართალდამცველების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზალდობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს. მორიგი პროცესი 26 აგვისტოს 11 საათზე ჩაინიშნა. ბრალდების მხარემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ შეცვალა კვალიფიკაცია, ვინაიდან თავად პროკურორმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საბოლოოდ ჩვენ კმაყოფილებას გამოვთქვამთ მაშინ, როდესაც სასამართლოში საბას ხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმე გამოცხადდება დაუსაბუთებლად და კიდევ ერთხელ ვამბობ რა, ის ადამიანები, მირიან ქავთარაძე და მასთან ერთად ყოფილი პოლიციელები, რომ მოვიდნენ და ამბობდნენ, რომ პოლიციელი ვარო უთხარითო, სასამართლომ კი არა ბრალდების მხარემაც კი არ დაიჯერა ეს. ამიტომ იცოდნენ კარგად, რომ ეს განაჩენები, როცა დემოკრატია დაბრუნდება ქვეყანაში, კარგად ხელახლა წავიკითხავთ მირიან ქავთარაძეს და მისი მეგობრების ნაწილში. არავის არ ქონდეს ის განცდა, რომ კვალიფიკაციის შეცვლის გამო ჩვენ ამ საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ წავიღებთ. პროკურატურას მოუწია მაგის აღიარება, რომ ის ქავთარაძე და მისი მეგობრები ვერანაირად ვერ იქნებოდნენ პოლიციელები, იმიტომ რომ სასამართლოზე თვითონვე ქავთარაძეს და დანარჩენ იმ პირებს, ვინც იქ იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებულ კაპიშონებში, ყველამ თვითონ მიაღიარა, თვითონ თქვეს, რომ სპეცდავალება მქონდაო და ჩვენ ვერანაირად ვერ გაუმჟღავნდებოდით.